გამარჯობა, მობრძანდით. კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს ქაოსურ და ძალიან ბედნიერ ოჯახში და კინელადე. გაიცანით ხალბატონი კირა, ირაკლის და ნინას უკვე იცნოთ. ჩემი თანაწამყვანი არის ფაქტობრივად ნინა და კირაც ჩემი თანაწამყვანი იყო მთელი წლის განმავლობაში იყო თქვენთან ერთად. ძალიან მომენატრეთ, მიხარია ძალიან რომ ახალ სეზონს ვიწყებ და მე მგონი ამაზე კარგი დასაწყისი რა უნდა იყოს და მოგიმზადეთ ესეთი კარგი დასაწყისი. იკა რამდენი წლის ხარ? 1. ნინა შენ რამდენი წლის ხარდე? მე ვარ ნინა კაშე, როგორ იცი შენ ეგ? ნინა კაშე 3. ყოჩახ, ვითამაშოთ ახლა ჩვენი საყვარელი თამაშები? კარგი. 3. საწყელები, ათასფერები, ვიბინოთ, ვიცინოთ. ატალაკალო, შედავითვალოთ, ვიცილო. აფხული გქონდა ძალიან მაგარი გიჟური თავგადასავლებით სავსე. დავისვენეთ ჰაერზე ტყეში ბაკურიაში და მე ძალიან მოგვინდა მე და კახას რომ ზღვაზეც წავიდეთ. და გადავწყვიტეთ, კი არ გადავწყვიტეთ, ანუ დაგეგმილი გქონდა რომ აღზელთან ერთად უნდა წავსულიყავით, რა თქმა უნდა, მაგრამ მოიტეხა წინა დღეს ხელი. ჩვენი მეორე აღზრდელი შვებულებაში ყავდა და მართლა ვერ ვეტყოდით რომ ეხა ზღვაზე თუ შეიძლება შენი კუთვნილი შვებულებიდან გამოვყევი და მოკლედ აღმოჩნდით მარტო 3 ბავშვთან ერთად. ანუ ეს იყო ყველაზე ქაოსური თავგადასავალი, წერე პოსტები, ვიყავით ესე უენერგიოდ და ბავშვები ესე დაუსდევ, ну მოკლედ საგიჟეთი გქონდა, მაგრამ ჩვენმა აღზრდელმა ზემოთხსენებულმა, რომელიც შვებულებაში იყო, სასწრაფოდ გამოვარდა, რამდენიმე დღე გაატარა ჩვენთან ერთად და ამოვისუნთქეთ და მოკლედ ცოტა დაღლილები, ცოტა გადატვირთულები, ცოტა სტრესულები, მე უფრო ეს ყველაფერი მშობიარობის შემდგომ თან დეპრესიაში, თან სტრესში, თან ემოციებში, მაგრამ ეს ყველაფერი უკრესასია მოგონებად იქცა და წლების მერე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი საოცრად გამახსენდება. გაიგე კირადე. კახა! ხო, ნანული. მობძანდი 1 წუთი თუ შეიძლება. გამარჯობა. მოდი. ამცე. კი, მოგცე. მოდი, მამა სიყვარული. როგორი საფხული გქონდათ, როგორი დღეები გქონდათ, როგორ დაისვენეთ და მოყევი, როგორ დაისვენეთ. ძალიან მაგრად დავისვენეთ. მოდი მე გაგიკეთებდე. მოდი. ამ ათხილში როგორ დაისვენებ, ერთ მხარეს გარბის, მეორე მხარეს, ერთშია მეორეს გამოცვლა უნდა და შემდეგ გვიშველა ჩვენმა აღზრდელებმა. მისი შვებულებიდან, ხო, მისი შვებულებიდან გამოგვიყვეს დღეები და დაგვასვენეს, ხათო არ მოჩანს კადრში, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ტკბილი აღზრდელები ყავს, ესე გამიმართლა ჩემო ძვირფასებო და ხო და მოკლედ ის დასაწყისი დღეები, როცა ჯერ არ ყავდა აღზრდელი, კახა კაშია გახდა ცუდად. ის პირველი დღე. ანუ ამბობდა რომ ვარ ცუდად და მართლა მინდოდა რომ სამივე შვილთან ერთად წავსულიყავი. გარემოს გამოვიყავით ცუდად და ყველაფერმა ერთად ეტყობა. ანუ იმ პირველ დღეს, როცა ვიყავით მე, კირა, იკუნა, ნინა და აი ესეთ ვაფეხა რეჟიმში, კახა მოცემთ ხო რომ მე ძალიან ცუდად ვარ რაღაცნაირად. ეს არ ჩვენ სულასაც ვაბერებდით თბილისში. კი, მეორე დილას მოვდიოდით, მაგრამ ჩვენც იკუნა მოდი დედა. მამიასთან მოდი. ჩაუჯექი. მოდი მამია. აბა ჯერ 4 წელიც არ არის, რაც მე და კახა შევუხვდით. ამთვის ბოლოს რა რიცხვია? ეს რა რიცხვია? მალე იქნება. ესე თუ დამახსოვდათ მე 9 დღეში იქნება 4 წელი, გახდება 4 წელი, რაც ერთად ვართ და ერთი ოჯახი შევქმნით. ნელა. დავხდით უცებ ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი არის ეს ყველაფერი. მოკლედ ესეთი ქუშქუშა და ლამაზი და ფერადი ქვედაბოლოები გვიყვარს. ამიტომ სულ ესე გვაცვია და ეხლა ჩემი ხათრი ჩაიცვა ის ვარდისფერი კაბა და უკვე გამოვიცვალეთ თქვენთვის, გამოვიპრანჭეთ. ნინა როგორც გითხრათ არის ნინა კაშია 3 წლის და დადის ბაღში, იცით? ნინა როგორ მოგწონს ბაღში? არ მოყევი უფრო ბევრი რაღაცები. მოიკითხე ხათუნა ნესტანი.
ხო, მოიკითხე ნესტანი და ხათუნა. ნესტანი და ხათუნა. გიყვარს? შენი მეგობრები მოიკითხე ყველა? ხო. მოიკითხე? შენ დედას მეგობარი ხარ? კი. გიყვარს დედა ძალიან? კი. როგორ გიყვარს? დედას გული ვაჩუქე. აუ, რა კარგია დედა. დედას როგორ უყვარ ხარ? ძალიან. ხო, და რაღაცნაირად გამოხატავს? როგორ? ესე. როგორ? იქრე უყვარ ხარ, როგორ უფრო ხმამაღლა და უფრო ძლიერად უყვარ ხარ, დე? ხო? გული. ჩვენ სად ვიყავით? კიდე სად ვიყავით ზაფხულში მოყევი? ძალიან რო გიყვარს ის ქალაქი. ძალიან რომ მოგვეწონა ეზო. ზღვაზე ხო და მე კიდე რო ვიყავით ქათმები რო იყვნენ, ინდაურები, ძაღლები, ცხოველები, ლია რო იყო. ხო! ჩვენ ძალიან გვიყვარს სუგდიდი ხო დე? ყველაზე ემოციური იყო, ეხა კი რა გავაჩინე, ნინა და იკოსთან შეხვედრა, იმიტომ რომ იკა რომ გავაჩინე და ნინა რომ მოვიდა, სამშობლოში იყო ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის, იმიტომ რომ დაბნეული იყო, რაღაცნაირად შეშინებული იყო, რაღაცნაირად ვერ გაიგო ეს ახალი წევრი, ვინ გავაჩინეთ და ძალიან ცოტა ხნით რაღაცა სირთულეები ჰქონდა და მეგონა რომ ეს ყველაფერი თავიდან იწყებოდა და ძალიან განვიცდი, მართლა ძალიან განვიცადე, მაგრამ ნინა უკვე დიდი გოგოა, კირას დიდი სიყვარულით შეხვდა. არანაირი ეჭვიანობა არ გვაქვს პირიქით, ვეფერებით, ვეხუტებით და ძალიან დიდი დრო გვინდა რომ გავატაროთ კირასთან ერთად, ხო დე? ხო. როგორია კირა? პატარა. პატარა, შენ როგორ ეფერები ხავე დე? ნინა ძალიან მეხმარება კირას აღზრდაში, ყველა ნივთი მოაქვს, რომელიც დაგჭირდება და ეხმარება კირას ვარცხნის, ყველა კაბა აჩუქა, ხო? როგორი კაბები აჩუქე დე შენ კირას? ძალიან. ხო, სულიანი კაბაც აჩუქა და ყველა კაბა რომელიც ნინას პატარა აქვს, უკვე კირას ძალიან კარგად აქვს და ნინასაც ძალიან უხარია, როცა თავისი კაბები აცვია კირას, ხო დე? ხო. ეს როცა დაგიპატარავდება, ვის უნდა აჩუქო? კირას. პრინციპში ვერ ვიტყვი, სულ ვამბობდი, რომ ეს დედობა სახში ყოფნა, ეს ყველაფერი ჩემი არ არის და მე გარეთ უნდა ვიყო და სულ უნდა ხალხში ვიყო და სულ მეგობრებში და სულ შრიამოში გადავიფიქრე ამას რომ ვამბობდი, იმიტომ რომ ეს ლოკაცია, ჩემი შვილები, მათთან გართობა, მათთან ურთიერთობა ყოფილა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე კარგი საქმე, რომელსაც შეიძლება ოდესმე შევეჭიდო. აქ მინდა ჩემ შვილებთან ერთად ვყავდეს მეგობრებიც, აქ მინდა ყველაფერი მათთან ერთად, სამოგზაუროდაც მინდა ჩემ შვილებთან ერთად წასვლა. თან დაუკარი და რა კარგად უკრავდი, მიდი აბა. Dabadabadabadam dabadam nam dabadam nam dabadam dabadabadabadam dam dam. ოჯახი და რა კარგად იმღერე. ოჯახი ჩემო სიცოცხლე. ძალიან მოგიხდა ეს სიმღერა. დი, აი აკა მოვიდა. აი მე აკოცი დიდა აკა კოცი. აკოცი აკა ხო? აკოცი უაი მე ყოჩა ღდი. ყოჩა ჩემო სიყვარულებო ყოჩა.